ყაველაშვილმა აიათოლა ალი ხამენეის ხსოვნას პატივი მიაგო. კადრები იმამ ხომეინის მოსალას სალოცავი დარბაზიდან ცოტა ხნის წინ გავრცელდა. ყაველაშვილი დარბაზში საქართველოს დელეგაციის წევრებთან ერთად შევიდა. ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის სამგლოვიარო ცერემონია დღეს დაიწყო და 9 ივლისამდე გაგრძელდება. ხამენეის ქალაქ მაშჰადში დაკრძალავენ. კობახიძემ და მთავრობის წევრებმა უზბეკეთის პრეზიდენტი გააცილეს. შავკატ მირზიოევი თბილისში 2 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. ყაველაშვილმა მას გუშინ ოქროს საწმისის ორდენი გადასცა. საქართველოს უზბეკეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გააფორმა. დეკლარაციას ხელი კობახიძემ და მირზიოევმა დღეს მოაწერეს. ვერა ივანიშვილის შეურაცხყოფის საბაბით გიორგი გოგია 3000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოქჩიანმა გამოაცხადა. შინაგან საქმეთა სამინისტრო გოგიას საჯარო სივრცეში ლანძღვაგინებას ედავებოდა. სკოლებში ინგლისური ენის სწავლება პირველი კლასის ნაცვლად მეორე კლასიდან დაიწყება. განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ინგლისურის სწავლება მე-10 კლასში გაძლიერდა. კონკრეტული ენის საათი გაიზარდა.